ქუთაისში ყველაზე გემრიელი ფესტივალი გრძელდება. გემოფესტი წელს პირველად 3 დღიანია და მონაწილეთა რაოდენობაც რეკორდულია. როგორც კვებით, ასევე სამეწარმეო სივრცეში 50-მდე ობიექტია ჩართული. 16 მზარეული კი ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს ტრადიციული იმერული კერძების მოდერნიზებულ ვერსიებს თავაზობენ. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება და ხვალ დასრულდება. მოდი, დაგვიბერდა პურვარილი. ამ მოპატიჟებით დაწყებული, კერძებით გაგრძელებული, ყველაფერი იმერული ტრადიციაა. ოღონდ ახლა უკვე თანამედროვე სტილში. ფუსფუსი და სტუმარ-მასპინძლობა მათია. ის რაც უყვართ, იციან და გამოსდით. ამიტომაც იშლება თეთრი ხიდიდან ვერიკო ანჯაფარიძის სკვერამდე გემოფესტის ჯიხურები და სუფრები უკვე მესამედ და ისევ წარმატებულად, ხალხმრავლობით და მხიარულებით. დღეს აქ არიან ადამიანები, რომლებიც ყოველდღე წარმოადგენენ ქუთაისს. ყველა თავის სფეროში წარმოადგენს ქუთაისს და მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველას გვაქვს დღეს გამოხატვის საშუალება და რაც ყველაზე მთავარია, იმერეთი რასთან არის ყველაზე ახლო კავშირში, გემოსთან, სიგემრიელესთან, სამზარეულოსთან და ერთად აგვაქვს ყველაფერი, ურთიერთობა, სიყვარული და გემოების დღესასწაული. იმერული სამზარეულო არ არის მეცხოველეობაზე და რძის ნაწარმზე აგებული სამზარეულო, უფრო სცენარეული, როგორც ხალი, ხემალი, წიწილა, ასე შემდეგ. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმერული სამზარეულო არის ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული სამზარეულო საქართველოში. ხიბლით სავსე იმერეთი, ეს არის ქუთაისური გემოფესტის სლოგანი და ეს ხიბლი და პეცი მართლაც ყველაფერში იგრძნობა. ჩაცმულობაში, ჯიხურების მორთულობასა და სწრაფი კვების პრინციპზე მორგებული კერძების გულმოდგინედ გაფორმებაში. ამიტომ მიდგომა, რომ რაც კარგია, ბევრი უნდა იყოს, პირველად სწორედ ქუთაისის გემოფესტზე გავრცელდა და ფესტივალი 3 დღიანი გახდა. განწყობა დღეს ვერც წვიმიანმა ამინდმა გააფუჭა. სტუმრები მეორე დღესაც მოდიან იმისთვის, რომ დააგემოვნონ იმერული კერძების განსხვავებული ახლებური ვერსიები. აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი ახალი მონაწილე ყავს. წლიდან წლამდე იზრდება გემოელების მონაწილეთა რაოდენობა. ვერად უფრო მეტ ადამიანს უნდა, რომ გახდეს ამ ფესტივალის მონაწილე. გემოფესტის მთავარი მიზანი ტრადიციული რეცეპტების გაცოცხლება და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა. თავის მხრივ მზარეულები წინაპართა რეცეპტების ისე გარდაქმნას ცდილობენ, რომ ადგილობრივების მოხიბლად შეძლონ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუმრებისაც და მრავლის მნახველი მოგზაურებისაც. ჩვენ საქართველოში ახალი ზელანდიიდან ჩამოვედით და ფანტასტიკური ტური გვაქვს. ხალხის დამოკიდებულება და სტუმართმოყვარეობა საოცარია. კულტურით და გარემოთი აღფრთოვანებული ვიყავით. დღეს კი ამას კერძებით და საოცარი ღვინით აღფრთოვანებაც დაემატა. ნამდვილად უნდა ამაყობდეთ თქვენი ქვეყნით. ქუთაისში მესამე დღე რაც ვართ და ძალიან გაგვიმართლა, რომ ჩვენს ტურს ეს ფესტივალი დაემთხვა. დღეს ბჟიტი გვაქვს წარმოდგენილი. ჩვენივე მომზადებულ соуსში, შებოლილი სულგუნის соуსით აგვაქვს და მაყული საწევრით. დღევანდელი დღე სიმართლე გითხრათ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ფანტაზია გავაღვივოთ და ძველი კერძები გავალამაზოთ. კულინარიული ფესტივალი ქუთაისში ტურისტებს თუ მთელი საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებს ხვალაც უმასპინძლებს. თუმცა, ვინც მისვლას ვერ ახერხებს, გემოფესტი თავად მივა მათთან. მხოლოდ მიმდინარე ზაფხულისთვის უკვე მონიშნულია 3 რეგიონი, სადაც ფესტივალი გაიმართება.